მოგესალმებით, ეთერშია სივრცე დიალოგისთვის და მე თამთადოლიძე ვარ. ამჯერად დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ყველაზე აქტუალური ხდება ხოლმე ზაფხულობით დასავლეთ საქართველოში, ეს გახლავთ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენელი ბატონი შალვა მეტრეველი. მოგესალმებით ბატონო შალვა, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ეთერში ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით განსვენებს. კი ბატონო, თუმცა იქამდე ვიდრე თქვენთან საუბარს დავიწყებდეთ, ვნახოთ მაყურებელს ვუჩვენოთ ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მავნებელთან ბრძოლის ეტაპებს და მის სპეციფიკას. რგავ, ული, ელოდები. ყველაფერი რიგზეა, სანამ არ გამოჩნდება ის აზიური ფაროსანა. წერი, რომელიც ჩვენს ნაშრომს ანადგურებს. ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი. ადგილი, სადაც ყოველდღიურად ფასდება ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები და იგეგმება მავნებელთან ბრძოლის შემდეგი ნაბიჯები. ფაროსანას ადგილმდებარეობა და რაოდენობა წებოვანი ხაფანგების საშუალებით დგინდება. მოჭარბებული რაოდენობის შემთხვევაში იგეგმება ტერიტორიის შეწამვლა. აზიური ფაროსანას გავრცელების ზონა იდენტიფიცირებულია. მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით იწყება. შეწამვლამდე მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება. მეფუტკრეებს კი გაფრთხილება არ გამოუშვან ფუტკარი. შესაწამლი ღონისძიებების შესახებ განრიგები შესაბამის ვებგვერდებზეც ქვეყნდება. საყანე ფართობებს, ნარგავებსა და ტყის პერიმეტრებს სპეციალისტები ცივი შესხურების პრინციპით წამლავენ. დასახლებული ადგილები კი თერმული ნისლით მუშავდება. მთავარი პრინციპი მაქსიმალური ეფექტით მინიმალური ზიანია. ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დიდი როლი აქვს თავად მოსახლეობის ჩართულობასაც. რეკომენდაციების ზედმიწევნის შესრულების შემთხვევაში შედეგი გარანტირებულია. მავნებელთან ბრძოლის კიდევ ერთი ხერხი მისი მოზიდვა და ადგილზე განადგურება. ასეთ დროს შესაბამისი პრეპარატით მუშავდება ხე, რომელზეც დამონტაჟებულია ფერომონი. ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არაყვავილოვანი ხეები გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტო სპეცტექნიკის საშუალებით ყოველწლიურად 300,000 ჰექტარზე მეტ ფართობს ამუშავებს. შედეგიც ნათელია, მავნებლის გავრცელება ეტაპობრივად იკლებს. მოსავლის დაზიანების რისკი კი წლიდან წლამდე მცირდება. ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. ჩვენ ისევ ეთერში ვართ, უკვე ვიხილეთ ვიდეორგოლი და უკვე რომ გადავიდეთ იმ კითხვებზე პასუხებზე, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან აინტერესებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, ამ მომენტისთვის რომელ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები? ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში, გურიისა და სამეგრელოს მიმართულებით. ამ დროისათვის დამუშავებულია 58,000 ჰექტარზე მეტი ფართობი, როგორც ცივი შესხურებით, ასევე თერმული ნისლით. ცივი შესხურებით მიმდინარეობს ფართობების დამუშავება როგორც საყანე ფართობების, ასევე ტყისპირა პერიმეტრების, ასევე თერმული ნისლით მიმდინარეობს სოფლის ტერიტორიებზე. მნიშვნელოვანია ასევე მოიზრდა გაანადგურეს სადგურების მეთოდის გამოყენება, რომელიც აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. ასევე მოიზრდა და გაანადგურეს სადგურები მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს სადგურები განთავსებულია არაყვავილოვან ხეებზე და ფუტკარსაც ნაკლებ ზიანს აყენებს და ასე ვთქვათ, ფაქტიურად ფუტკარს არ აზიანებს. ასევე ფუტკრის მაქსიმალურად დაცვისთვის შეწამლითი სამუშაოები ტარდება მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით. საინტერესოა მთელს ამ ღონისძიებების განხორციელების პროცესში რა როლი აქვს და რა კუთხით არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები? ღონისძიებების მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა, რომელიც დარიგილია ჩვენს მართვის ცენტრში. მოსახლეობას ეგზავნება შეტყობინებით, ასევე შეწამლითი განრიგის ნახვა შეუძლია ჩვენს ვებგვერდზე ფაროსანა.g. კი ბატონო.
და ასევე საინტერესოა გარდა იმისა, რომ თქვენ ებრძვით ამ მავნებელს და გაქვთ კონკრეტული სტრატეგია და გეგმები და სპეციფიკა, როგორ ახორციელებთ ამას, ცალკე საკითხი არის თვითონ ფერმერების დამოკიდებულება, ხო, მათი მხრიდან რაღაცნაირად გამკლავება ამ მავნებლის. და ზოგადად თქვენთან თანამშრომლობის ნაწილში და ასევე პირადად მათი ბრძოლის ნაწილში ამ საკითხში რას ურჩევდით ფერმერებს? აქტუალობას არ კარგავს სლოგანი ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. სახელმწიფო წლები ატარებს ღონისძიებებს, მასშტაბურ ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანი შარქება, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით ავიცილებთ სასოფლო სამეურნეო კულტურების დაზიანებას. ყველამ საკუთარ კარ-მიდამოში, სადაც სააგენტოს ტექნიკა ვერ შედის და ვერ ახერხებს ჩაატაროს წარმოებითი ღონისძიებები, სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატების შეუძლიათ დადგენილი სქემით ჩაატაროთ ღონისძიებები. კი ბატონო, და ამასთან დაკავშირებით მეც მახსოვს, რომ არაერთხელ გქონიათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებთან და თუ კი მათ ენდომებად თქვენგან აქვთ აბსოლუტურად სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული რა როგორ უნდა გააკეთონ, ხო? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ფერმერთან, როგორც ინდივიდუალურად, ესევე ჯგუფურად გუნდურად ხო გავუწიეთ კონსულტაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციალისტების დახმარებით. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და განსაკუთრებულ წარმატებას გისურვებთ ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ნამდვილად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა ბოლო წლების მანძილზე ეს მავნებელი აზიური ფაროსანა. მე კი უკვე დაგიბრუნდებით მომავალ გადაცემაში და შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობდით სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენელთან, ბატონ შალვა მეტრეველთან ერთად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოსვლისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.